დავით კარკაშაძე, დოქტორი, ფიზიკოსი, ქართული აკადემიის წევრი არის დღეს ჩემი სტუმარი. პირველ რიგში მე თანადგომა მინდა მოგიტანოთ ქართული აკადემიიდან. რამდენიმე რამე მოვიტანე, თუ შესაძლებელია რომ გადმოგცეთ. პირველ რიგში საგანში რა უნდა მომეტანა, სოლოლაკის ორცხობილა მოგიტანეთ. მოგიტანეთ უნივერსიტეტის დარბევის ამსახველი პლაკატი. აი გადმოგცემთ ამ პლაკატს. ეს არის ის პერიოდი, როდესაც პოლიცია შემოვარდა უნივერსიტეტში და პროფესორ მასწავლებლები ძალით გამოყარეს უნივერსიტეტიდან. კიდე მინდა აი ჩემი პირადი სამკერდე ნიშანი აკადემიისა გადმოგცეთ სულ 33 ცალია. აი ეს არის აკადემიის, ქართული აკადემიის სამკერდე ნიშანი. პირადად ჩემი, მინდა რომ თქვენთან იყოს. გაგახსენებთ იმას, რომ თანადგომა აკადემიისა ყოველთვის გაქვთ. პირადად ესე მეჩვენება, რომ ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა. ერთ-ერთი მთავარი, მე მინდა რომ დაგისაბუთოთ ეს რომ ეს არის განათლების სისტემის და მეცნიერების ნდრევა. შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოს ამ რეგიონში დაემკვიდრებიან კულტურულ საგანმანათლებლო ფუნდამენტური განათლების ცენტრის ფუნქცია აეღო თავის თავზე. აი ამ ფუნქციას თავის თავზე თუ აიღებდა, მაშინ ის იქნებოდა ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ავიღოთ ჩვენი მათემატიკური სკოლა, ავიღოთ ჩვენი კინემატოგრაფიის სკოლა, თეატრი, ხელოვნება და საბუნებისმეტყველო დარგი. ციურიხში მქონდა ლექციათა კურსს კითხულობდი. ჩემთან მოვიდა ერთი პედაგოგი და მითხრა, რომ აიო ჩვენო გვაქვსო ეგეთი კურსიო აქაო, რომელზედაც საკმაოდ ბევრი სტუდენტი მოდისო და ეს არის ქართული სკოლის აი კუპრაძის ვეკუას აი შექმნილი სკოლა და ჩვენ ამ კურსს კითხულობთო და რამე ლიტერატურა ხო არ გამოგვრჩაო. ახლა მეორე მაგალითი, მე მქონდა ლექციათა კურსი ნიუ-ჰემპშირში და იქ ჩემს კაბინეტთან არ მოჩნდა მაგიდა, რომელზედაც წიგნები ეწყო. ეს იყო ვეკუას, კუპრაძის, მაღნარაძის, მუსხელიშვილის წიგნები, რითაც ისინი ასწავლიან იქ. აი ამ კურსს იქ კითხულობენ და ჩვენთან არა ხალხო. მე ვიყავი ცერნში, აი ამ ზაფხულში. იქ არის შენდება უზარმაზარი ამაჩქარებელი. ძალიან ძვირი პროექტია, ამიტომ ერთი ქვეყანა ამას ვერ გაწუდებოდა, მაგალითად შვეიცარია დებს 12 მილიარდს, გერმანია 8 მილიარდს, რუსეთი 2 მილიარდს.
ესპანეთი, ამერიკა, იაპონია წილობრივად შედიან, რომ მე გქონდეთ შესაძლებლობა, რომ აქ ჩაატარონ ექსპერიმენტი. ეხლა თქვენ როგორ გონიათ საქართველოს რა წილით არის შესული? აი როგორ გონიათ? წარმოდგენა 30 ქართველი მეცნიერის წილით. ელემენტარული ნაწილაკები დაიბადება იქა და იმის აღმუსხველებს კალორიმეტრები ქვია. იმას ქართველები აკეთებენ. ჩემთან მოვიდა ხელმძღვანელი, მე არც დამიზახებია იქ. 1 საათის განმავლობაში მიყვებოდა ქართველები როგორი გუნდია აქ, რომ 2 წელიწადს რასაც ისინი ამდომებდნენ, ესენი როგორ ორ თვეში აკეთებენ. იცი როგორ მე წამოვედი იქიდან როგორი აღფრთოვანებული, როგორ და მე გზაში გამახსენდა, რომ ეს ხალხი უნივერსიტეტიდან გაყარეს. ეს ხალხი აქ რო ჩამოვიდეს თავშესაფარი არ ექნება. ციურიხის უნივერსიტეტი, სადაც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა, ის არის 50 კაცით წარდგენილი იქ და ჩვენები 30 კაცით. ეს რამეზე მეტყველებს ხალხს, რომ ის 12 მილიარდი არ არის 30 კაცი, რომელიც იქ მუშაობს. ამათმა უნივერსიტეტიდან გაყარეს. სისულელე რა არის? რაში აბსურდი, იცი? აი ის მეცნიერ თანამშრომლები, რომლებიც უნივერსიტეტში იყვნენ ან აკადემიის სისტემაში, ხელფასზე არ იყო ლაპარაკი. სულ 1,800,000 უჯდებოდა წელიწადში ეს მეცნიერ თანამშრომლები. და 2003 წლიდან, მაგალითად 2005 წლამდე 5 მილიონი დოლარი შემოიტანეს პროექტების სახით. ამ მეცნიერ თანამშრომლების გაკეთებული აი კორპუსი, მეორე კორპუსი, ხო, რომელიც ახლა ნელ-ნელა გააძევეს, ფიზიკოსები გააძევეს, აყარეს მეოთხე სართულზე ლაბორატორიები დაანგრიეს. კარებში დგევარ და ვამბობ, რომ სეისმოლოგიის კათედრას რატო ანგრევთ? აქ ჭირდებაო საქართველოში. ნუ ახლა, იცი, აი სეისმოლოგიის კათედრა რო არ ჭირდება განათლების სამინისტროს და ქვეყანას. არ არის ეს დანაშაული ერის და ხალხის წინაშე? დასაკვირველია. რატო დაანგრიეს ეს და ვინ დაანგრია? ჩვენთან ისეთი ცოდნა იყო დაგროვებული, რომ ნებისმიერი დამანგრეველი რამის გაკეთება შეიძლება. ნებისმიერის და ამ რეგიონში ეთყობა ეს ხიფათის შემცველი ცოდნა. მაგრამ შენი თავი ხო უნდა დაიცვა. რა დაანგრიეს? გამოყენებითი მათემატიკის, მაღალი ენერგიების, კვანტური ქიმიის და ყველაზე უფრო დააზარალეს ამ რეფორმამ საბუნებისმეტყველო დარგი. გახსოვთ როგორ ვიჩხუბეთ, რომ დაანგრევთ, მე ამას ვერ ააშენებთ. აი, ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი დროშა ეს უნდა იყოს, რომ დროზე სანამ გვიანი არ არის, თორე თუ გავიდა გარკვეული დროა რა, აი, ჩემი თაობის ხალხი წავა, აი ის თაობიდან თაობას მე რაც ჩამაბარეს, ეს ხო არ არის, რომ ვიღაცა მაჩუქა მე. აი ეს უნდა განვახორციელო როგორმე ვიღაცას უნდა გადავა. ჩემზე ხო არ უნდა მოკვდეს ყველაფერი. სახელმწიფოში თუ არის ბევრი განათლებული ხალხი, ამ სახელმწიფოს მართვა ჭირს. განათლებელი ხალხის მართვას რა უნდა? მე ერთ-ერთი აი ესე მგონია მაინც. ბიჭო, ღირსება მაინც შეუნარჩუნე ამ კაცს უთხარი. აი აბუჩათ ნუ აიგდე. უთხარი რომ შენ უკვე აღარ შეგვიძლია დაველოდოთ მომ და მე მივხედავთ ეხლა არ შეგვიძლია დაუცვათ მადლობა გადაუხარ ჩვენ ეხლა გვიწევდა ლაპარაკი მაღალი დონის მენეჯერებთან ფირმების მაგალითად Motorola-სთან აი შენ არც იცის ეხლა ბევრმა რომ საავტომობილო წარმოების ევროპის ავტომობილო წარმოების Audi, Volkswagen, Renault, Peugeot, Honda, იაპონიის ასავტო ჩვენ დაკვეთებს გვაძლევს და ეს დაკვეთები აი ანტენები დაუშვათ Audi-ს ბოლო მოდელში, Motorola-ში ვისი ანტენებია